მოგესალმებით ლადიკავკაზიდან ჩვენთვის ძალიან ნაცნობ ქალაქიდან, იმიტომ რომ აი აქ ადამიანი რო ჩამოვა, ხელად მიხვდება რომ ეს არის თითქოს საქართველოს ნაწილივით არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ოსი ცხოვრობს და ვერ განარჩევს. ეხა ქართულად რო ლაპარაკობენ, ყველა ქართველი გონია. აი რო ჩამოვედი თუ არა ლადიკავკაზში მოსკოვიდან, იმ წუთასვე იგრძნობოდა რომ აი რაღაცა ესეთი მშობლიური გარემო იყო. ძალიან მიხარია აქ რომ იმყოფები და აი ნამდვილად არის ისეთი აი კარგი გარემო, ისეთი პოზიტიური გარემო, ქართველების მიმართ დადებითი განწყობები არის. პატრიარქი კარგად მოგიხსენებათ, აქ სწავლობდა, აქ იყო მისი მშობლები, ჩვენ ამას გაგაცნობთ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ლადიკავკაზური შტაბ-შტილებები და ის მასალა, რომელსაც ჩვენ აქ გადავიღებთ და შემოგთავაზებთ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში. აი ეს არის ხედი ლადიკავკაზზე, ხედავთ თქვენ აი აქ რაღაც გარკვეული პეიზაჟი იშლება, ძალიან ლამაზი. აქ არის ასევე ამ ტაძრის ეზოში დასაფლავებული გამოჩენილი ადამიანები, ლადიკავკაზისა კოსტახეთა გუროვიც აქ არის დასაფლავებული. მოკლედ ძალიან მშვენიერი სიტუაცია არის. და მე ვფიქრობ რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ალბათ რომ აი ამ ყველაფერს გაეცნოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია სეზონი იმყოფება ლადიკავკაზში და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ღვთისმშობლის შობის ტაძარში. კვირას დავესწარით წირვას და ძალიან გამიხარდა რომ აგერ ჩვენი ქართველებიც არიან აქ ამ წირვაზე. მინდა რომ მათ ორიოდე სიტყვით ვთხოვო კომენტარი თუ როგორ არიან ლადიკავკაზში, როგორ ცხოვრობენ. პირველ რიგში თქვენ მინდა წარმოგვიდგეთ თქვენი სახელი გვარი? ცხელაური მარინა. თქვენ აქ დიდი ხანია ცხოვრობთ? აქ დაბადებული ვარ და აქ მოცხოვრებული ვარ 64 წელი. 64 წელი. როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართული? რავია, ქართულ სკოლაში კი არ დავდიოდი მე, მაგრამ მშობლები არ გვაძლევდეს ნებას, რომ კარგი ლაპარაკად. ლაპარაკად ქართულად. და ბევრი ხართ ქართველები? ადრე უფრო ბევრები ვიყავით, ახლა ნაკლები დარჩით. მუშაობთ აქ, ხო? ძალიან კარგად ვგზავნოს. და ტირვაზეც დადიხართ და ისე რა მაინტერესებს, აი ახლოს ახარ საქართველოში დადიხართ ხშირად? როგორ არა, ყაზბეგელი. ყაზბეგიდან ხართ, ხო თქვენ? ძირითადად მოხევები არიან მაინც? ხო. არა, მთიულებიცა, მოხევებიცა. მთიულებიცა ეხლა. თქვენი სახელი და გვარი? ლეილა ფიცხელაური, დაბადებული ყაზბეგში, მაცხოვრებელი, მაგრამ სკოლაში გადმოვედი, აქ დავამთავრე ქართველების სკოლა. აქ ამ სკოლაში სწავლობ? კი, 19 სკოლაში. ეხლა აქ არის ქართული სკოლა კიდე? კი, არის, მაგრამ უკვე შეზღუდულია. ერთი საგანი ტარდება მარტო ქართულად, დანარჩენი რუსულად. ანუ ქართულის აღარ არის აი ეს დანარჩენი საგნები არ ტარდება. ბევრი აღარ არის ქართველობა და იმიტომ თუ ხო, აი ისე ჩამოსული ოსები მეტი წელი დადიან ისინი ქართულ სკოლაში. როგორ აგზოთ მუშაობთ აქ? მუშაობდი უკვე. შვილები? შვილები ზოგი აქეთ არის, ზოგი ხან თბილისში ვართ, ხან აქეთ ვართ. როგორ გძნობ თავს აქ? მაინ თავის ქვეყანას არაფერი არ ჯობი. გასაგებ. ისე გააქვთ ხო ურთიერთობა ქართველები ერთად იკრიბები, დღეობები? კი. ახლაც აი დასაფლავება მოხევები, ახალგაზრდა ბიჭი იქიდან ჩამოიტანეს. უფრო მეტი მოხევები არიან, ხო თუ? არა, ისე მთიულებიც არიან. ბევრებია შალდონზე სუმთიულებია. შალდონზე ძალიან ბევრია მთიულები და თქვენი მოხევები არიან. თქვენ ქალბატონო, თქვენ წარმოგიდგინეთ თქვენი თავი? ზაქაიზინელი. სირცხვილი ჩემი რომ ცუდად ლაპარაკობ. ჩვენივად ლაპარაკობთ. ძალიან კარგად ლაპარაკობთ. მინდა რომ ყველას მოგეფერო და სიყვა. დიახ. დედმამა ქართველები, შვილები დადიოდნენ სკოლაში, ქართველების სკოლაში. ეხლა ჩემი შვილები სუდადიან ქართველების სკოლაში. რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობთ?
აი მე დავიბადე აქ. აქ დაიბადე? აქ დავიბადე. მშობლები გადმოვიდნენ. დედა იყო. პატრიარქის ოჯახი თქვენ მოესწარით, აქ რო იყვნენ? მეზობლები ვიყავით. პატრიარქის? პატრიარქი გახსოვთ? როგორ არა? და მოგვიყევით რა, ეს ყველაზე უფრო მაინტერესებს. პატრიარქი გახსოვთ? აბა ეხლა გადმოვა. ეხა ორი სიტყვა და მე გადავალ თქვენ. დიახ, პატრიარქი გახსოვთ რომ დადიოდა აქ? როგორ არა. მახსოვს პატრიარქიც მახსოვს მაგის დედა. სკოლაში რომ დადიოდა აქ? აბა, конечно. რა სიტყვოდით, როგორი იყო? დიდება მაგას, დიდება და ღმერთი იყოს მაგის მფარველი, ჯავრთელად და სულ კარგად იყოს. Vai будущий русулат веду. Თქვით რუსულად. Здоровья, Божьего благословения нашему великому патриарху Илье. Приношу много раз извинений, что я грузинка, но плохо говорю по-грузински. Пусть меня Господь Бог простит за это. То здание, которое он жил, сейчас существует? Конечно, существует. Его тетя жила, наша была соседка. Он часто в молодости сейчас и жил там у своей тети на Армянской улице. На Армянской улице жила его тетя. Сейчас кто-то живет вот этом? Вы знаете, я не могу сказать. По-моему, сейчас уже никого там нету в этом доме. Модите, ახლოს მოდით. Ара, на армянской кто живет? როგორ არა, შადურები. პატრიარქის შადურები გოგი. შვილები თუ ვინ? არა, რაფაელის Рафаэль. Хорошо. თქვენ ახლა როგორ ახართ აქ ოჯახობა, შვილები აქ არიან თქვენები თუ? დიახ, აქ არიან შვილი ჩემი მუშაობს. ერთი მეორე სამხედრო არის. შვილები ზოგი სწავლობს უმაღლესში, ზოგი სკოლაში არის. ქართველების სკოლაში დადიან. სწავლობენ, კარგად სწავლობენ. ჩემი შვილი წელს დაამთავრა, ოქროს медали მიიღო. ახალგაზრდობა მაინტერესებს აი მომდენ. ახალგაზრდობა მაინც აქ არის თქვენი აი შვილები თუ მაინც ზოგი აქეთა, ზოგი თუ მიდიან საერთოდ? ზოგი მეტი წილი თბილისში. აჰა. გასაგები. და რა მაინტერესებს? ისე ოსებთან ერთად ხო ხართ კარგად და აი ახლა ძალი არის ოსი. დიახ. ერთ-ერთ ოსი, მეორე ქართველი. დიდება მაგათა და სულ კარგი ყოფნა. აი დგას ჩემი დის ძალი. ეგაც ოსი ქალია, მაგრამ მოხევის რძალია. Су ყველას Я по-русски скажу. Да скажите вы по-русски. Пожелаю всем таких снов, как у нас, моей сестре сноха, и как мои снохи. Дай Бог им здоровья, разницы нет. Пусть никогда никто не скажет насчет наций. Есть плохие и хорошие, везде есть хорошие. Хорошо. Мои снохи. Понятно. Что вы можете сказать? Вы тоже грузинка, да? Я не грузинка, я грузинская сноха. грузинская რძალი, ხო? ქართველების რძალი არის და ასიტყვით, сейчас минуту. Давайте по-русски говорите. Თქვენი სახელი გვარით? Ваша фамилия? Люба. Вы Бучукури, на фамилию... Да, я работала долго. В Казбекском районе работала долго, 10 лет врачом. Ага. Да, сейчас здесь. Потом перешли, да? Да. Когда события поменялись, пришлось возвращаться сюда. Вы часто ходите? В Казбеге у нас есть дом. Ага. Мы ездим туда постоянно. Мои дети, мои внуки. Постоянно там бываем. Фактически казбекцы сейчас часто приезжают вот в Владикавказ, чем Тбилиси. Конечно, здесь ближе. Когда была дорога плохая, вот перевал закрывался, людям приходилось сюда приезжать за продуктами. А сейчас в связи с тем, что таможня, осложнилась немножко ситуация, но сейчас людям дали возможность свободно приезжать, поэтому многие сейчас приезжают. Здесь вообще-то удобства есть, нормально экономически. Да. Не работаем, и пенсии получаем, живем с Божьей помощью, слава Богу. Не жалуемся ни на чего. Всего хорошего.
ძალიან მიხარია რომ ძალიან ისე ხა რამდენი იქნება მაინც მიახლოებით ქართველი აქ ეხლა თვითონ ერთი 10,000 არისო სულო თუ იგი მე მგონია რომ მეტიც იქნება ხო? მე მგონია რომ მეტიც იქნება აი მინდა რომ ქართველების თან ვისაუბროთ ისე მაინტერესებს ხა ჩვენში რო დარჩეს ხა აქ მე როგორც ვიცით ერთ ფაქტობრივად აი ცხინვალიდან ჩამოსული ოსები და თქვენც ერთად ძალიან კარგ ურთიერთობაში ხართ ხო? Знаете, раньше было хуже. Раньше сказывалось это. Но сейчас сейчас они поняли, что народ ни в чем не виноват. Стабилизировалась ситуация. И, конечно, ситуация стабилизировалась. Мы живем, как раньше жили. Нет среди нас ты осетин, ты грузин, ты русский. Все живем одной семьей. Хорошо, большое спасибо. Большое спасибо. დიდი მადლობა მინდა გითხრათ და მინდა რომ გამაგრდეთ. ქალბატონი ნელი, როგორც გავიგე, მითხრეს შევიტყვეთ თქვენ შესახებ, აი ამ ქართული ტაძრის წერეთლის ქუჩაზე რო არის წმინდა ნინოს სახელობის რესტავრაციაში მონაწილეობდით და გითხარით აი ამ ტაძრის შესახებ. როგორ იყო ეს ყველაფერი? Я извиняюсь еще раз, что говорю по-русски. Да. Пусть меня Бог простит. Что хочу сказать, что наш храм существует на пожертвования прихожан. Да, понятно. Поэтому немножко чувствуем затруднения в реставрации этого храма. Но сейчас у нас открыто общество возрождения этого храма. Возглавляет его администрация нашего храма и настоятель нашего храма, многоуважаемый отец Георгий. Благодаря его активности, благодаря его наш храм сейчас приходит к концу. Ну, конечно, еще далеко до конца, но идет ремонт в храме. Провели отопление, заново все реставрировали. Стены были очень уже непригодные. Сейчас отремонтировали стены внизу, внутри провели все, что нет. Делается ремонт, но ощущаем затруднение материальной помощи. Поэтому просим всех прихожан, всех православных христиан, кто может оказать какую-то минимальную хотя бы помощь в возрождении, в строительстве нашего храма. Большое спасибо. უამრავი ქართველი ვნახე აქ, აი ჩათვალეთ რომ აქ რომ იმყოფები ასე მგონია საქართველოში ვარ. ქართული ლაპარაკი მესმის უყველგან აეროპორტში დავეშვი თუ არა ჩვენ თვითრინავი იმ წუთასვე ქართულად მოსაუბრე ოსი დამყდა მიმიყვანა მერე სასტუმროში იქაც ქართველი დამყდა ანუ ოსებიც ქართულად ლაპარაკობენ ქართველები ქართულად ლაპარაკობენ აგერ არის ჩვენთან ადამიანი რომელიც არის საქართველოდან წამოსული 91 წელს ჩვენ საქართველოდან წამოსულია ეს კაცი ნუგზარ ხუგაევი და მე მინდა რომ მას თხოვ ბატონო ნუგზარ თქვენ 91 წამოხვედით საიდან თბილისიდან ცხოვრობდი გლანში პირველ მიკრორაიონში აჰა და ნუ იძულებული ვიყავი რომ წამოსული ხო გასაგებია მაშინ არეული სიტუაცია აქ რამდენი ხანია რომ ცხოვრობთ უკვე 91 წლის შემდეგ აქ ხარ უკვე აქ ხარ შვილები ყველა აქ შვილები ხუთი შვილი ვა როგორ ახართ ისე ქართველები როგორ აქ თავს ოსები ნორმალურად არის ყველაფერი აქ ისეთი ის არ არის რომ აი შენ ქართველი ხარ რატო ხარ თქვენ ხა ეთნიკურად ოსი ბრძანდებით ხო და ოსები ქართველები ერთად ანუ ქართველებიც არიან და ერთმანეთად პურს ჭამენ ერთმანეთად კეიფობენ ერთმანეთს ესე კარგად როგორ შეინარჩუნეთ ეს ქართული ამდენი ხანი ლაპარაკობთ და მაგიტო პრაქტიკა არის ხო ნუ არისო პრაქტიკა რაზე მუშაობთ აქ აქ მე ვარ ახრანაში დაცვაში ვარ ამ ტაძრის დაცვაში ვარ ეს არის საკათედრო ტაძარია ფაქტობრივად საკათედრო ეს არის ყველაზე ძველი ტაძარი ამაზე არა დიდი ტაძარიც არის აქა ამაზე დიდი ტაძარი ეხლა ნისლი არის დარაჩანს ბარბაშოვაზე არის აქ ერთი 6-7 ტაძარი არის და ყველაზე ძველი ტაძარი კიდევ ეს ძერჟინსკიზე არის
გასაგები. იქ ეხლა ოსეთის ეროვნული გმირი ეს კოსტა ხეთაგუროვი აქ არის დასაფლავებული. ხარი დასაფლავებული. კი, აქ არის დადავიღეთ ჩვენ და რა მაინტერესებს, ისე ეკონომიკურად ხო ხართ კარგად აქ თუ კი. საქართველოსგან შედარებით უფრო არის ხო აქ შედარებით? აქ შეიძლება სამუშაოს იშოს კაცმა, შეიძლება, ნუ არის შესაძლებლობა არის. გასაგებია. ისე ბავშვები არ აპირებენ დაბრუნებას საქართველოში? ბატონო ნიკოლოზ, მე ვფიქრობდი მაგაზე. კი. დაუბრუნებული ვარ, მაგრამ ნუ ეხლა ნახეთ არეულობა არის. გასაგებია. ჯერ არ დამშვიდა ეს ჯერ არ დამშვიდა. რომ დამშვიდე, გასაგებია. კიდე მესმის ძალიან კარგი. მესმის და ყველაფერი მე მგონი გადასტაბილურდება და მერთმა ქნას რომ დამშვიდეს საქართველოს და აი როგორც კომუნისტების დროს იყო შვიდი წყნარად ისე იყოს. გასაგებია. მე ძალიან მოხარული ვიქნები მაგაზე რომ ისე დამშვიდეს საქართველოს. წარმატებები მინდა გისურვოთ და გახარებული ყოფილიყავთ. რა თქმა უნდა.